მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას საქმიან ამბებს BMG-ის გუნდთან ერთად ნინო ტაბადაძე წარმოგიდგენთ. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ბანკებისთვის კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი უცვლელად დატოვა. სების შეფასებით 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. ეროვნული ბანკი ასევე მიუთითებს, რომ 2025 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. მეორე კვარტალის მონაცემებით სესხების მთლიანი შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვევით ნარჩუნდება, ხოლო ფარდობის გაპი უარყოფითია. 2025 წლის პირველ ნახევარში არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის გაპის დახურვის ტემპი შეანელა, თუმცა სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა განაგრძობს მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ დაახლოებას. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება, ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში. მარეგულირებელი აცხადებს, რომ კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას. მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასმა მორიგი ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა. 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასმა $4,029 მიაღწია, რაც წლიურად დღიურად 1.1%-ით, ხოლო ერთ თვეში 9%-ზე მეტად არის გაძვირებული, წლიურად ოქრო 53%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოქროსთან ერთად ძვირდება ვერცხლიც, ამ დროისათვის 1 უნცია ვერცხლის ფასი $48.4 შეადგენს, ეს კი დღიურად 1.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, წლიურად ვერცხლის ფასი დაახლოებით 57%-ით გაიზარდა. ოქროს ფასის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი. აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-ის პროგნოზით დეკემბრისთვის ოქროს ფასი $4,300-დან $4,900 ფარგლებში იქნება. მიზეზად დასავლეთის საფონდო ბირჟებზე მოვაჭრე ფონდებში ძლიერ შედინებასა და ცენტრალური ბანკების მიერ პოტენციური შესყიდვები ისახავდება. ფოდისა და ბათუმის პორტებიდან ტვირთის ბაქომდე გადატანის ტარიფები ცნობილია. საქართველოს რკინიგზამ აზერბაიჯანის რკინიგზასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დანიშნული ბლოკ-მატარებლის ტარიფები გამოაქვეყნა. ბლოკ-მატარებლით კონტეინერების გადატანის ღირებულება დიფერენცირებულია და დამოკიდებულია ტვირთის წონასა და დანიშნულების ადგილზე. მაგალითად, 40 ფუტიანი კონტეინერის გადატანის ღირებულება ფოთიდან აფშერონის მიმართულებით $1,021 იქნება, ხოლო ბათუმიდან აფშერონის მიმართულებით $1,036. ამასთან განსხვავებულია კონტეინერის გაგზავნის და სრული მომსახურების ფასებიც. სრული მომსახურება მთელ მარშრუტზე სავსე კონტეინერის გადატანის, სასადგურე და სატერმინალო მომსახურებას, ავტომობილთა კონტეინერით დანიშნულ ადგილზე მიტანას და ცარიელის უკან დაბრუნებას, ასევე სასადგურე მომსახურების ხარჯებსაც მოიცავს. ასეთ შემთხვევაში 40 ფუტიანი კონტეინერის გადატანა ფოთი აფშერონის გზაზე $1,367-დან იწყება, ბათუმი აფშერონის გზაზე კი $1,394-დან. ახალი ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს, შედეგად ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება, რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან. როლს თამაშობს ეგრეთ წოდებული შუადერეფანის სასუქების გადაზიდვებში. კასპიის, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების უახლეს ტენდენციებზე სასაუბროდ ბაზრის მონაწილეები რამდენიმე კვირის წინ სტამბოლში არგუსის ორგანიზებულ კონფერენციაზე შეიკრიბნენ. ფასები, ახალი პროდუქტები, სასოფლო-სამეურნეო ტენდენციები და ტრეიდერების ხედვა. ეს იყო ის საკითხები, რაზეც კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიები გამართეს. როგორია ბაზრის იმპულსები და არის თუ არა საქართველოზე გამავალი დერეფანიში მეტი ამ სახის ტვირთის მოზიდვის შანსი. მამუკა მურჯიკნელი ვონდერეთ ექსპრეს ინვესტმენტ გრუპის გენერალური დირექტორი შემოგვერთდება 15 საათს და 30 წუთზე საქმის კურსში და სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე. რაჭაში 8 ოქტომბრის მდგომარეობით 600-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 570 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია, დანარჩენი კი სხვა ჯიშის ყურძენია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-მდე ღვინის კომპანიაა ჩართული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ღვინის საწარმოების ყურძენი 400-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმაც 4.7 მილიონი ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. კახეთისგან
განსხვავებით წელს რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძინს და გადაამუშავებს ხვანჭყარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულსა და მუნჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა ამ შემთხვევაში კილოგრამზე 4 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 238,000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში 1 საათში ბრუნდებით. დაგვრჩებით.